მოგესალმებით. მე ვარ დენგსტა. დღეს ჩვენ არ ვაკეთებთ რემონტს და არც ტესტ დრაივს ვიღებთ. დღეს ვიღებთ ექსპერიმენტს. ყველა ჩვენგანს გვიყვარს დრიფტი, მაგრამ რა გავაკეთოთ თუ წინაწამყვანიანი ავტომობილი გვყავს? კითხვა ძალიან მარტივია. შეიძლება თუ არა წინაწამყვანი ავტომობილი დრიფტი? პასუხია კი, რა თქმა უნდა. და დღეს ჩვენ ვეცდებით წინაწამყვანი ავტომობილი დრიფტს და ამისთვის გამოვიყენებთ ლამინატს. თეორია უმარტივესია. თუ უკან საბურავის დავაკარგინოთ მოჭიდებას, წინაწამყვანითაც შევძლებთ დრიფტს. ამიტომ ლამინატის ნაჭრები გამოგვადგება ამ ექსპერიმენტში. ახლა კი დროა ეს გიჟური იდეა რეალობად ვაქციოთ. ჩვენ ვიმყოფებით რუსთავის ავტოტრეკზე და მოდით გავტესტოთ ამ მანქანაზე როგორ ვისრიალებთ. ამ ულამაზეს მზის ჩასვლასთან ერთად ჩვენი მანქანა მზად არის, ამიტომ დავიწყოთ. Fuck! სასწაულია მეგობრებო, ვერც კი ავხწერ, ისეთი რაღაცეები ხდება. გაოგნებული ვარ. ჩვენი მანქანაც კი გაგიჟებულია, ყველაფერი აგვინთო, ABS-ი, braking problem და ყველაფერს ანთებს საერთოდ. გაგიჟებული არის მანქანაც, ვერ ხვდება რა ხდება რა. არ ვიცი, ვერ ავხწერ სიტყვებით, ისე იმართება, როგორც უკან წავანი ავტომობილი რა, არ ვიცი რა, ჩვენი ლამინატი. როგორც ხედავთ, გაუბედურებულია და კიდევ გვაქვს ბევრი ლამინატი. რემონტის მერე შემოგვრჩა და გვაქვს, მოკლედ არ ვიჭერს. დაათვალიერეთ ეს კადრები, სანამ არ დავწოვთ ამ ლამინატს. მეგობრებო, სასწაული გრძნობები არის. ცოტა ნერვიულობდი საჭესთან რო ვიჯექი, მაგრამ ძალიან მაგარი ემოციებია რა. ვისაც წინაწამყვანი ავტომობილი გყავთ და გინდათ ცადოთ, როგორი არის დრიფტი, დრიფტი რა, ეს არის უფრო დრიფტის იმიტაცია, აუცილებლად უნდა ცადოთ რა, მოკლედ. ძალიან ისევა რა, ძალიან ემოციურად ვარ ახლა. ამით მივახლოვდით დასასრულს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო, რათა მომავალ ვიდეოებში უფრო გიჟობები გავაკეთოთ. ასე დაწერეთ კომენტარებში, რას ისურვებდით, რომ კიდევ გადაგვეღო, რა სახის ექსპერიმენტი. აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში და ვეცდებით გადავიღოთ ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მანქანა კარგად არის, მე კარგად ვარ, ჩემი ოპერატორიც კარგად არის. დაწერეთ კომენტარებში, მოგეწონათ ეს ექსპერიმენტი თუ არა და თუ ამ ექსპერიმენტის გამეორებას დააპირებთ, აუცილებლად დაიცავით უსაფრთხოების ნორმები, ძალიან გთხოვთ. ვინაიდან არავინ არ არის დაზღვეული, რა შეიძლება დაგემართოთ თქვენს ავტომობილს ან თუნდაც სხვას. დიდი მადლობა რუსთავის ავტოდრომს. შევხვდებით მომავალ ვიდეოში. წინა ვიდეოში ძალიან ბევრი კომენტარი და ძალიან ბევრიც არ დაწერია, ხო 25 კომენტარი დაიწერა. წინა ვიდეოში
ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა. დიდი მადლობა ყველას კომენტარებისთვის. შევხვდებით მომავალ ვიდეოში.